გამარჯობა, მეგობარი თქვენთან არის და კვლავ მზად არის უარეს დღისთვის, თუმცა უკეთეს დღეებზე ფიქრობს. მოკლედ ამ თემაზე რომ დავიწყე წინა გადაცემა რომ მოვამზადე, ჩემ მეგობარს დაუძახი, რომელიც იურისტია. ლაპარაკი არის კანონზე, რომელიც ახლახან შევიდა ძალაში, მის ნადეთი ნაწილი შინაურ ცხოველებზე. ის იურისტია, ვისი ძაღლების და ცხოველების მოყვარულია, მე არა ვარ იურისტი და ცხოველების მოყვარული ვარ. შესაბამისად, ცხოვერო განმარტებაში მომეხმარე თქო. არც შექმნაში მიიღია მონაწილეობა ამ კანონის, არც მიღებაში, არც აღსრულებაში ვარ ჩართულები. აი გვარიანად გამომლანძღეს, ხო და ნათია ჩიქოვანს რომ თხოვერო, მოდი შემდეგი გადაცემა ამ თემაზე ერთად ჩავწეროთ, მეთქი ისიც გავაფრთხილე რომ მე ვთქვი გაგლანძღავენ მეთქი და მე მიჩვეული ვარ და აჰა მე მithქვამს და სახალხოთაც ვადასტურებ. არ არის პრობლემა. კი ბატონო, ნამდვილად გამაფრთხილე. წინა გადაცემა, რომელიც მე ანანო ცინცაბაძესთან ერთად ჩავწერე, მიუძღვენით იმას, რომ გაგვერკვია რა წერია კანონში. ამან გააჩნია უამრავი შეკითხვა. ამიტომ შენთან ერთად მინდა ვილაპარაკოთ იმაზე, რატომ შეიქმნა ეს კანონი, რა აქვს მიზანი. რამდენადაც ვიცი, რაღაცა შეხება გაქვს ამ კანონის შექმნის პროცესთან. ნამდვილად. პროექტის შექმნის პროცესთან. მოდი დაიწყე რა ფორმით იყავი ჩართული ამ საქმეში. სანამ ქართულ ოცნებას 2022 წელს თავში მოუვიდოდა, რომ მოდი შევქმნათ ეს კანონიო და თავად დააინიცირებდა ამ კანონ პროექტის შექმნას, გარემოს დაცვის კომიტეტმა და მაია ბითაძემ, მისმა ყოფილმა ხელმძღვანელმა ახლა სხვა პოზიციაზე როგორც ვიცი, გადაწყვიტა ამ კანონის შექმნა. მანამდე ამ საქმეზე მომუშავე ადამიანებმა რამდენჯერმე სცადეს, რომ მსგავსი კანონი დაინიცირებინათ, რომელიც იყო ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში, ზოგადად საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში, მაგრამ იმის გამო, რომ არასდროს ქართულმა ოცნებამ შესაბამისი მოდერაცია, მოდი ამ სიტყვას ვიტყვი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი სიტყვა არ გაუწია ამ კანონ პროექტის, თქვათ, ბოლომდე გატანას და რეალურად დაინიცირებას, ამიტომ ყოველთვის თაროზე იდებოდა ხოლმე საბოლოოდ. ჩვენ ძალიან ბევრი ვეცადეთ იმისთვის, რომ თავდაპირველი დაინიცირებული კანონისთვის მიგვეცა უკეთესი სახე და საბოლოოდ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამე აკლია ამ კანონს და ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტი აკლია ამ კანონს, რაღაცა ბოლომდე გაგვეტანა. თუმცა ისეც მინდა აღვნიშნო, რომ 2023 წლის ბოლოდან ჩვენთან კომუნიკაციაზე აღარ გამოსულა ეს ხალხი მას შემდეგ, რაც რუსული კანონი დაინიცირდა, რადგან ჩვენ ავტომატურად გავხდით აგენტები და ქვეყნის მტრები, შესაბამისად ეს კანონი ბოლომდე გავიდა უკვე ჩვენი კურირების გარეშე. მიზანი, ხო, მივიდეთ აქამდე. მიზანი პირველ რიგში არის იმ ძალიან დიდი სოციალური პრობლემის სამუდამოდ აღმოფხრა, რასაც ქვია მიუსაფარი კომპანიონი ცხოველები ქუჩაში, ანუ მიუსაფარი ძაღლები და კატები ქუჩაში, რომელიც სხვათა შორის NDI-ის კვლევებით ტოპ 3 სოციალურ პრობლემას შორის დაასახელა თავად მოსახლეობა მიუსაფარი კომპანიონი ცხოველები და ეს არ არის საუბარი მხოლოდ თბილისზე, საუბარია ყველა ქალაქსა, ყველა რეგიონზე, ანუ გამოიკვეთა საბოლოო ჯამში, რომ მიუსაფარი კომპანიონი ცხოველების პრობლემა აწუხებს ყველას. გასაგებია, რომ სიტუაცია არის, კვლევები აჩვენებს, რომ ცუდი სიტუაცია ალბათ სიმრავლის მხრივ ამ მიუსაფარი ცხოველის და კანონის მიზანი რა იყო? ამის შემცირება ნულამდე დაყვანა. პირდაპირ კეთო. ხო, რა გზებით? როდესაც ჩვენ საუბრობთ მიუსაფარი კომპანიონი ცხოველის სოციალური პრობლემის მოგვარებაზე, ჩვენ არ ვიგონებთ ველოსიპედს. ჩვენ ვეყრდნობით იმ უკვე არსებულ საუკეთესო გამოცდილებებს, რომლებიც დედამიწაზე, ყველა ქვეყანაში, ყველა ქვეყნიდან შეიძლება ავიღოთ, ხო? აი, საიდან აიღეთ რა მოდელი? მთელი მსოფლიო თანხმდება ამაზე, რომ ნიდერლანდებს საუკეთესო პრაქტიკა აქვს თუ როგორ მოაგვარეს მათ მიუსაფარი კომპანიონი ცხოველების პრობლემა. ქვეყანა, რომელმაც ეგრეთ წოდებული
განსაკუთრებული mass killing-ით, ანუ მკვლელობებით, მასიური დახოცვის გარეშე მოაგვარა ეს პრობლემა და გვაქვს მაგალითი, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია და ამის გაკეთება არ არის რთული. პირიქით, საკმაოდ მარტივია. როგორ გააკეთა ეს ნიდერლანდებმა და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ჩვენ ნიდერლანდების მაგალითზე. ნიდერლანდები 2016 წლიდან ოფიციალურად სრულიად გათავისუფლებულია მიუსაფარი კომპანიონი ცხოველებისგან, ანუ ქუჩაში ცხოველი საერთოდ აღარ ყავს, არც ერთი. და აღარც ეყოლება მინდა გითხრათ. პირველ რიგში რა გააკეთა? შექმნა საერთო ბაზა. რა რისი გაკეთებაც ამ კანონითაც ასევე ესე იგი ჩვენ უკვე გამოცხადებული გვაქვს. მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ თითოეული ამ ძაღლის იდენტიფიკაცია შევძლოთ. თითოეული ამ კატის იდენტიფიკაცია შევძლოთ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს, შემოდის, გადის თუ ჩვენთან არსებობს, ხო? როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? თუ არ ავღრიცხეთ. ამისთვის საჭიროა ეს ბაზა, იმისთვის რომ სახელმწიფომ იცოდეს, რამდენი ცხოველი ყავს და მისი რაოდენობა აკონტროლოს. როგორ უნდა ავღრიცხოთ? ბევრი საშუალება არსებობს საერთაშორისო სტანდარტით და ყველაზე ჰუმანური და რაზეც შეთანხმდა განვითარებული ქვეყანა, რომ ეს არის საუკეთესო ვარიანტი, არის მიკროჩიპირება, იმიტომ რომ ხა უბრალოდ პასპორტს ვერ მისცემ ძაღლს, იმიტომ რომ ძაღლია, ხო? ხო გასაგებია ყველაფერი. ეს ჩიპი საჭიროა შემდეგ იყოს აღრიცხული ბაზაში და რომ მთლიან სურათს ხედავდეს. ამის მერე ვიცით უკვე ცხოველების რაოდენობა, ვიცით კონკრეტული ჯიშების რაოდენობა და შეგვიძლია რომ ვაკონტროლოთ, რომ თუ ხედავთ რომ იმაზე მეტი ცხოველი მრავლდება ქვეყანაში, ვიდრე მისი აყვანის მსურველი ყავს, რაღაცა დამატებითი ნაბიჯები გადავდგათ იმისთვის, რომ ეს პოპულაცია ვაკონტროლოთ. მაგრამ ეხლა ეს ხო ეხება ლოგიკურად, მე გამიჩნდება და კითხვა, ეს ხო ეხება იმ ცხოველებს, რომლებსაც პატრონი ყავთ. არა მხოლოდ. ჩიპს ხომ პატრონი უკეთებს? კი ბატონო. კი ბატონო. ეს კითხვა გაჩნდა მაშინ. როგორ ხდება მაშინ უპატრონო ძაღლებს რა? კი ბატონო. უპატრონო ცხოველებს დაკვირვებული იქნება მოსახლეობა, რომ აქვს ყურზე საჭირო. სამწუხაროდ ეს ვერ ხერხდება კატების შემთხვევაში, რომ დავარეგისტრიროთ მიუსაფარი კატები, იმიტომ რომ ფაქტობრივად შეუძლებელია რომ საჭდე დავუჩეროთ კატას და სახელმწიფო ნამდვილად არ გამოყოფს იმ ხელა რესურსს, რომ მიკროჩიპირება გაუკეთოს მიუსაფარ კატებს, თუმცა ერთადერთი დღეს რაც ამ ეტაპზე რაზეც შეთანხმებული ვართ, ეს არის ყურის წვეტის მოწვა, რომელიც უბრალოდ გვეუბნება, რომ ეს ცხოველი არის გასტერილებული. იმისთვის რომ რაოდენობა შევამციროთ, ხო? საჭდესაც აქვს უნიკალური კოდი, ანუ საჭდის კოდი არ უნდა მეორდებოდეს, ისევე როგორც მიკროჩიპირების კოდი და სწორედ ამ კოდით მიკროჩიპირების გარეშე ხდება უკვე მიუსაფარი კომპანიონი ცხოველის რეგისტრაცია, ზუსტად ისე როგორც მოხდებოდა პატრონიანი ცხოველის, რადში გვჭირდება მიუსაფარი კომპანიონების საერთო რაოდენობა. გვჭირდება იმისთვის, რომ სწორად დავგეგმოთ სტერილიზაცია, კასტრაციის კამპანია. რატომ სტერილიზაცია, კასტრაცია? იმიტომ რომ ადამიანებისგან განსხვავებით ისევ ისე ძაღლების პოპულაციას უნდა მართავდეს ადამიანი და უნდა წვეტდეს, რამდენი უნდა გამრავლდეს. იმიტომ რომ ეს არ არის ტყეში მცხოვრები ძველური ცხოველი, კი ბატონო, და ჩვენ ვერ შევძლებთ რომ მივცეთ საშუალება ძაღლებსა და კატებს ესე თავისუფლად მომრავლდნენ, იმიტომ რომ ისინი ურბანულ გარემოში ჩნდებიან და ყველათან ხდება ამაზე აბსოლუტურად ყველა ძაღლის მოძულეც, მოყვარულიც და ნეიტრალურად გამწყობილი ადამიანიც ქუჩაში ძაღლი და კატა არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ძაღლი და კატა არ არის ქუჩის ცხოველი, არ არის ველური ცხოველი და საერთოდ ძაღლი ჩვენ შევქმნით, ხო? მგლისგან იმდენი ექსპერიმენტი ვატარეთ, იმდენი სელექციური გამრავლება ჩავატარეთ, რომ მივიღეთ შპიცი, მაგალითად, მივიღეთ იორკი და საერთოდ რა არქენით, ხო? ეხა ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და ჩვენვე უნდა ავიღოთ მათზე ზრუნვის პასუხისმგებლობა, მათ შორის მათი გამრავლების კუთხითაც. მხოლოდ იმიტომ, რომ თუ გავამრავლებთ, ისე უკონტროლოთ, როგორც ვამრავლებდით აქამდე, ყოველთვის მივიღებთ შედეგად მიუსაფარ კომპანიონ ცხოველებს ქუჩაში. ყველა ქვეყანა საბოლოოდ აი ესე ასრულებს. იმაზე მეც გაამრავლებს, ვიდრე მისი აყვანის მსურველია და არ გააკონტროლებს გამრავლებას. მივალთ მიუსაფარ კომპანიონ ცხოველებამდე ქუჩებში. მას შემდეგ, რაც დავითვლით ცხოველებს
ცხოველებს და დავიწყებთ მასიური სტერილიზაცია კასტრაციის პროექტს უშუალოდ მიუსაფარი კომპანიონის ცხოველებისთვის, საჭიროა ვიცოდეთ, რომ თუ ჩვენ საერთო რაოდენობის 70%-ს არ გავასტერილებთ, კლება არ იქნება. შესაბამისად, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდეთ რაოდენობა, რომ შემდეგ შესაბამისად შევქმნათ ყველა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და ამ ბიუჯეტით მინიმუმ 70% გავასტერილოთ დროის პირველ მონაკვეთში, რომ რაოდენობა მკლება დაიწყოს. გასაგებია. ამის პარალელურად აუცილებელია, რომ მოვახდინოთ იმის პრევენცია, რომ მოქალაქეებმა სახლის პირობებში უკონტროლოდ არ ამრავლონ ცხოველები, ეს ეხება საშენებს, მომშენებლებს, ინდივიდუალურ პირებს, ყველას და ყველაფერს, სხვადასხვა მიზეზებით, კომერციული თუ არაკომერციული და შემდეგ ეგრეთ წოდებული არასასურველი ცხოველები ქუჩაში არ დატოვონ. რამდენიც არ უნდა ვასტერილო ამრავლო არა ბოდიში, ვასტერილო ცხოველები, მე თუ არ მოვახდან იმის პრევენციას, რომ მოქალაქეებმა ქუჩაში არ დატოვონ ცხოველები, ეს იქნება დაუსრულებელი ჯაჭვი და სხვათა შორის იგივე ხდება დახოცვის შემთხვევაშიც. რამდენიც არ უნდა დავხოცავ ცხოველები ქუჩაში, თუ მე იმის პრევენცია არ მოვახდინე, რომ სახლის პირობებში თუ საშენის თუ ასე შემდეგ პირობებში გამრავლებული ცხოველები ქუჩაში არ მოხვდებიან, მაშინ სულ უნდა ვხოცო, ანუ არასდროს არაფერი არ შეიცვლება რა ამ ჯაჭვში ვიქნები სულ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ცხოველების გამრავლების რეგულაცია, რომელსაც უნდა ჰქონდეს ძალიან მკაცრი წესები. ამ წესებში მოიაზრება, რომ არ უნდა გამრავლდეს ცხოველი, რომელსაც აქვს ქრონიკული დაავადება. არ უნდა გამრავლდეს ცხოველი, რომელსაც აქვს გენეტიკური დაავადება. ანუ შეიძლება ქრონიკული შეძენილი იყოს, არ იყოს გენეტიკური, მაგრამ შეიძინა და არ შეიძლება. მაგალითად, იორკი, რომელსაც აქვს თირკმელში კენჭები, არ უნდა გამრავლდეს. ადამიანისგან განსხვავებით არავის არ ჭირდება იორკი, რომელსაც აქვს კენჭები. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ასეა. კომენტარების ხასიათიდან გამომდინარე, აუცილებლად მივიჩნე, რომ დავაზუსტო. არ უნდა გამრავლდეს, მეგობრებო, არ ნიშნავს, რომ ის, რომელსაც აქვს, ის უნდა მოკლათ. არა. იმან თავისი ცხოვრება უნდა მიიყვანოს ბოლომდე ამ ტკბილობაში და იმისი შემდეგში თამამავლობა არ უნდა გამრავლდეს. რა თქმა უნდა. მე ხომ მივხვდი, რომ თურმე რაღაცები სასახსნელი ყოფილა. რა თქმა უნდა. ზუსტად იმისთვის, რომ ასეთი ბრჭყალებში არასრულფასოვანი და პრობლემური ცხოველები შემდეგ ქუჩაში არ აღმოჩნდნენ, ამიტომ უნდა ჩვენ ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ჯანმრთელი და კიდევ ერთხელ ამ სიტყვას გამოვიყენებთ, სრულყოფილი ცხოველები გავამრავლოთ, გენეტიკურად ჯანმრთელი. უცებ გავაკეთოთ სქემა საიდან იწყება და სად მთავრდება ეს ჩვენი ისა. რეგისტრაცია, რომ ვიცოდეთ რამდენი ცხოველი ყავს ქვეყანაში, იმისთვის რომ ვაკონტროლოთ პოპულაცია, სტერილიზაცია, კასტრაცია, მიუსაფარი კომპანიონი ცხოველების, გამრავლების რეგულაცია და კონტროლი, იმისთვის რომ იმაზე მეტი ცხოველი არ ყავდეს ქვეყანაში, ვიდრე მისი აყვანის მსურველია, ქუჩაში გამოგდების და მიტოვებაზე მკაცრი სანქციები, თითოეული გამრავლებული ცხოველის ასევე რეგისტრირებული უნდა იყოს, ეს ცხადია და მეხუთე რომელიც ეს მაინც კანონში ესე კანონად ვერ გაიწერება, მაგრამ სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს აუცილებლად. ეს არის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ამ ყველაფერთან დაკავშირებით და სახელმწიფოს ჩართულობა მიუსაფარი კომპანიონის ცხოველის ქუჩიდან აყვანის წახალისების მიზნით ჯიშიანის ყიდვის ნაცვლად. იმიტომ ვხედავთ ახლა მე და შენ ახლა იმიტომ ვხედავთ აქ. კი ბატონო. რა ხდება, როდესაც ამ ყველაფერს ვაკეთებთ? როდესაც ყველა ცხოველი სტერილდება ქუჩაში და როდესაც გარედან, ბოდიში, სახლიდან აღარ ემატება გარეთ ცხოველები, მიუსაფარ კომპანიონის ცხოველების სიცოცხლის ხანგრძლივობა არის დაახლოებით 3-დან 5 წლამდე საშუალოდ. და შესაბამისად, თუ ეს ცხოველები აღარ გამრავლდებიან და თუ ჩვენ ხელოვნურად არ დავამატებთ ცხოველებს ქუჩაში, 3-დან 5 წლამდე თაობა რო დასრულდება და გამოიცვლება, ახალი ხომ აღარ გაყოლება ქუჩაში. აი ასე ხდება ნულამდე ასე დავდივართ მიუსაფარი კომპანიონის ცხოველების პრობლემის აღმოფხვრაზე და თუ სახელმწიფო კიდე ზემოდან დაამატებს იმას, რომ წაახალისებს მიუსაფრების აყვანას ქუჩიდან ყიდვის ნაცვლად, თუნდაც დროის იმ პერიოდში სანამ ქუჩაში ცხოველები ყავს, ხო? კიდევ უფრო სწრაფად დასრულდება ეს პროცესი. ამ ჩვენ საუბარში იცი რომელი სიტყვის მეშინია? აღსრულება. მეც. მაგამდე სანამ მივართ, მოდი ჩვენი მაყურებლისთვის აი უფრო პუნქტობრივად გავიაროთ. მე ხლა გამოდივარ იმ კომენტარებიდან გამომდინარე, რაც მივიღე. პირველი, ხალხს ეჩინია ჩიპირების. ახლა იმ ასე თქვათ შინაარსზე არ გადავალ, რომ ჯერ ძაღლებით დაიწყებენ, მე ადამიანებზე გადავლენ. ეს ბევრია. არ დავუხუჭავდი მე ამ პრობლემას თვალს და ამ შიშს, მაგრამ მოდი ახლა თავი დავანებოთ. მოდი ვთქვათ, ჩიპის არსი რა არის? ახლა რო დავფიქრდეთ
ძელი ცხოვრება ძაღლის სხეულში უნდა იყოს. შესაბამისად, ელექტროობა არ ექნება შიგნით, იმიტომ რომ საიდან აიღებს წყაროს, ხო? ესე იგი რაღაცა პასიური მოწყობილობა. აი რა არის ჩიპი, როგორ მუშაობს, უცებ რო თქვა რა, ძალიან მოკლედ. ბრინჯის მარცვლის ზომის პატარა მოწყობილობა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს არც ინტერნეტთან, GPS-იც კი არ აქვს, მიუხედავად რომ ჩვენ გვინდა რომ GPS-ი გქონდეს, იმიტომ რომ უფრო მარტივი იქნება რომ მივაკვლიოთ, ესეც კი არ აქვს. რა თქმა უნდა, დენის წყაროსთან არანაირ კავშირში არ არის და არანაირ საფრთხეს, აბსოლუტურად არანაირ საფრთხეს არ უქმნის ცხოველის ჯანმრთელობას. იყო რამდენიმე რომ აი ალბათ ალერგია მისცა და მოუწიათ ამოღება და რა. ეს მათ შორის ალერგია შეიძლება ლიდოკაინზეს ჰქონდეს ადამიანს და საერთოდ ვერ გაიკეთოს ნარკოზზე ჰქონდეს ალერგია და ვერ გაიკეთოს ოპერაცია. თუმცა ალერგიის შემთხვევაშიც მისი ამოღება შესაძლებელია. არის კანქვეშ თავსდება, ანუ ღრმადაც კი არ ჩადის, ნემსით შედის, არის რაღაც ერთწამიანი ლამის პროცედურა, კანქვეშ თავსდება. მხოლოდ სკანერის გადატარებით არის შესაძლებელი რომ წავიკითხოთ და აბსოლუტურად არანაირ სხვა დანიშნულებას თუ ფუნქციას არ ატარებს იმის გარდა, რომ მასზე იყოს ცხოველის შესახებ ინფორმაცია დატანებული, მაგრამ პასპორტის შემცვლელია. მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ძაღლი პასპორტი ვერ ჩაიდებს ჯიბეში, აი რა გავაკეთოთ. ეხლა გადავიდეთ სტერილიზაცია კასტრაციაზე. კი ბატონო. იყო ესეთი შენიშვნები, რომ ძაღლი, რომელსაც გაუკეთებენ სტერილიზაციას და კასტრაციას, ის კარგავს აქტიურობას, ის მუშა ფუნქციებს კარგავს. არც ერთი ცხოველი, რომელსაც უკეთდება სტერილიზაცია, კასტრაცია, არ იცვლის მის პერსონალურ თვისებებს. ესეთი რამე არ არსებობს. ერთადერთი არა თქმა უნდა. ერთადერთი რაც იცვლება, ეს არის მამრი ცხოველების შემთხვევაში, მამრ ცხოველებთან აგრესიული ჩხუბის და რაღაცა ტერიტორიის გაყოფასაც ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ კასტრირებული ცხოველები გადაცემის ალბათ უფრო. მხოლოდ გამრავლების მიმართულებით. ანუ როდესაც ის ჰორმონები რაღაც ჭარბობს ძაღლში, რომ მან უნდა განახორციელოს გამრავლების აქტი და ეჯიბრება, ვთქვათ, სხვა მამრს დედალის მდედრი ცხოველის წართმევაში, ესე ვთქვათ, ან თუნდაც მდედრი ცხოველი, როდესაც გამრავლების რაღაცა ფაზაშია და ვთქვათ, კიდევ უფრო აქტიურია და შეიძლება ცოტა ღიზიანებულია და რაღაცა სხვა ამ რაღაცა ხასიათის ცვლილებებს ავლენს, აი ამას აკრობს. მეტს არაფერს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ იქნება კარგი დამცველი, დაცვა, იმიტომ რომ ამას მნიშვნელობა აქვს ბევრი. იმიტომ რომ არანაირი კავშირი არ აქვს დაცვის ფუნქციებს იმასთან, რომ მას აღარ სურს გამრავლდეს და შესაბამისად აღარ სურს რომ გამრავლებასთან დაკავშირებული კონკურენცია გაუწიოს მამრცხოველს, თორე გადასარევად ჩხუბობს ჩემი კასტრირებული კატა სხვა ქუჩის კატებთან, აი გადასარევად სამწუხაროდ. შემდეგი საკითხი არის ვინ მიხედავს ქუჩის ცხოველებს? კანონის მიხედვით რა, დაუშვათ აი რა წერი, რას გული, რას მოიაზრებს კანონი და ვინ მიხედავს იმათ რა ქვია, მიკედლებულ ცხოველებს და ვინ მიხედავს რეგიონებს. ეგ არის უკვე აღსრულების ნაწილი, თორე კანონში კანონში მეტაკლებად გაწერილია. ძალიან სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავადვე გარემოსდაცვის კომიტეტის კვლევა აჩვენებს, რომ ფაქტობრივად ყოველ მეორე ადამიანს სახლში ყავს ცხოველი, არის რეგიონები დატოვებული ელემენტარული სერვისების გარეშე. ანუ არ არსებობს ვეტერინარული კლინიკა რაჭაში. თელ რაჭაში. ანუ ეს არის უსერიოზულესი პრობლემა და სანამ რაღაცა დეტალებზე დაიწყებოდა საუბარი, თუნდაც ამ კანონის გარშემო, ნეტა მოსახლეობა ამაზე პირველ რიგში განგაშს ტეხდეს, რომ ქვეყანაში მიტოვებულია რეგიონები, რომლებსაც ელემენტარული სერვისის გაკეთება არ შეუძლია. კანონის მიხედვით, თითოეულ მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პასუხისმგებელი ორგანო, სააგენტო, ინსტიტუტი, სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც აი ამ აღნიშნულ საკითხებზე, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, იქნება პასუხისმგებელი. ანუ მიუსაფარი კომპანიონის ცხოველების შემთხვევაში სტერილიზაცია, კასტრაციას გააკეთებს
აკეთებს და პატრონიანი ცხოველების შემთხვევაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მინიმუმ. რაც შეეხება მიკედლებულ ცხოველებს, მიკედლება ეს არის ჩვენი ქართული რეალობიდან შექმნილი რაღაცა სტატუსი, რომელიც ხაზი მინდა გაუსვა არის მოქალაქეების აბსოლუტურ კეთილნებაზე დამოკიდებული და სახელმწიფო ყოველ დღე მადლობას უნდა უხდიდეს ამ ადამიანებს, მართლა ყოველ დღე უდიდეს მადლობას ეს განცხადებას უნდა აკეთებდეს ხოლმე მონიტორინგის საკითხი ყოველ დღე. ეს ადამიანები საკუთარი ნებასრულით ცრიან კიდაც ხშირად. ჭიებზეც ამუშავებენ. ქოლარიც ეგრეთ წოდებული საყელოც გაკეთებული აქვთ, უზრუნველყოფილი არიან საკვებით, წყლით და ასე შემდეგ. და ეს არ არის მოსახლეობის ესე პირდაპირ ვალდებულება, ეს არის უბრალოდ მათი მოქალაქეური მაღალი პასუხისმგებლობის შეგრძნება, გამოწვეული ემპათიიდან და ასე შემდეგ. და ამდენად ეს ჩიპირების და იმისი ნაწილი მაინც სახელმწიფომ კანონის მიხედვით ჩადებულია უნდა აიღოს თავის თავზე. მიკროჩიპირება საერთოდ არ იგულისხმება მიკედლებულ ცხოველებზე, იმიტომ რომ მიკედებული ცხოველი რეალურად ქუჩის ცხოველია, უბრალოდ ყავს ადამიანი, რომელიც მოდი ერთ სახელში გავაერთიანოთ. საჭიროა. კი ბატონო, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ არათუ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, არამედ მისი პირდაპირ ვალდებულებაა, რომ აცრაც გაუკეთოს, სტერილიზაციაც გაუკეთოს, ჩიპიც გაუკეთოს და დაეხმაროს იმ ადამიანს ყველაც. აუცილებლად. შემდეგი პუნქტი ყურების და კუდის კუპირება იგზალება. აქ მე დარწმუნებული ვარ, რომ მეცხვარეები, მონადირეები, არ ვიცი კიდე რაღაცა ფუნქციურად ვინც იყენებს ამ კუპირებას და დაჭრას, ისინი გამოთქვამენ პრეტენზიას და გამოთქვეს უკვე. კი ბატონო. მოდი რაღაცნაირად ძალიან მოკლედ ავხსნათ, რატომ უკრძალავთ ამას და მე ავხსნათ თუ უშვებთ ვინმესთვის გამონაკლის. ესე იგი, ყურების და კუდის კუპირება საერთაშორისო სტანდარტით არის აკრძალული. ყველა განვითარებულ ქვეყანაში აკრძალულია, ეს ჩვენ არ მოგვიგონია და უბრალოდ ჩვენ ამას ხაზი გაუსვით მაშინ, როდესაც ამ კანონს ვიღებდით და მიხარია, რომ ეს ჩაიწერა. გათანაბრებულია ცხოველის ტანჯვასთან და წამებასთან და საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი მიუხედავად ყველანაირი ფუნქციურობისა, აჭრის თავისივე ინიციატივით, ნაჯახით, მაკარატლით და ყველა სხვა საშინელი მეთოდით განსაკუთრებით კავკასიურ ნაგაზს ყურს და კუდს და შემდეგ აგდებს ქუჩაში. პირდაპირ ვიტყვი, ეს არის მხოლოდ ესთეტიკა და მხოლოდ ვიზუალი, იმიტომ რომ პიტბულს არაფერში არ ჭირდება ყურის მოჭრა, ცხოველების ჩხუბი და ორთაბრძოლები არის კანონით აკრძალული და შესაბამისად ვინმე თუ გამოვა და იტყვის, რომ ჩემი ძაღლი მინდა ვაჩხუბო და ამიტომ ყური მოვაჭერიო, ის ადამიანი უნდა დაჯარიმდეს და შესაბამისად პიტბულების ყურების და კუდის დაჭრა დასრულდა, იმიტომ რომ ცარიელი ესთეტიკა იყო და ეხლა იმიტომ რომ ვიღაცას მოწონს მოჭრილი კუდი ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ცოცხალი არსებების დასახიჩრებას ვერ მივცემთ, დასახჭების უფლებას ვერ მივცემთ, გამოფენებზე ვერ გაიყვანენ ამ ცხოველებს ვერსად, ვერც ერთ საერთაშორისო მაღალი ხარისხის და რეპუტაციის მქონე გამოფენაზე ვერ გაიყვან ყურებ დაჭრილ და კუდ დაჭრილ ძაღლს ვერც ერთი ჯიშისას. ანუ არა მხოლოდ ჩვენ საუბრობთ ამაზე, ამას განვითარებული სამყარო ამას მიხვდა და შესაბამისი ისიც ბანიც ასე ვთქვათ დაადო. კარგი, ეხლა მოდი გამონაკლისები ვთქვათ. აეძლევა თუ არა ვინმეს უფლება რომ ეს გააკეთოს. გამომდინარე იქიდან რომ კანონში ეს ჩანაწერი არ არსებობს, შესაბამისად გამონაკლისი ვერ დაიშვება ვერავისთვის, თუ არ არის კონკრეტულად ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საჭიროება. მაგალითად, შესაძლებელია კუდი ისე მოტყდეს ძაღლს პირობითად, რომ საჭირო იყოს მისი ამპუტაცია, იმიტომ რომ მისსავე კეთილდღეობისთვის და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში დაშვებული იქნება. მონადირეებიც ახსენეთ და მონადირეებს არ აჭრიან როგორც წესი კუდს და ყურებს, იმიტომ რომ არ არის ამის საჭიროება ფუნქციურად. მეცხვარეებს რაც შეეხება, საზღვარგარეთაც ხო, სხვა ქვეყნებშიც არსებობენ ცხოველები, რომლებიც რაღაცა ცხვარში დგანან და მათ ყურები დაჭრილი არა აქვს. შესაბამისად შესაძლებელია ხო, რომ ყავდეს. მოდი ახლა იმათ ხარეს დავდგები. დაუშვათ ამათ უწევთ მგელთან ურთიერთობა რაღაცა. თუ იქნება კონკრეტული საჭიროება, ძალიან კონკრეტული ცხოველებისთვის, შესაძლებელია რომ ამ ადამიანებმა მიმართონ შესაბამის სტრუქტურებს და მოითხოვონ რაღაცა შესაბამის. გარემოს დაცვის კომიტეტი უნდა იყოს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უნდა იყოს ამაზე პასუხისმგებელი, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ხა აღსრულებაზე მივედით და ეხლა ხო, მე ხა ვსაუბრობ რაღაცა ისეთ იდეალურ სამყაროზე. გამრავლების საკითხი რა. ჩვენ ესე იგი ფაქტიურად ისე გამოდის,
რომ მეტისებზე ლაპარაკი არ არის, 100%-იანად ეხებათ სტერილიზაცია. რომელიც აქამდეც ეხებოდა პრინციპში. და შინაურ ჯიშიან ძაღლებს ასევე ეხებათ ეს ეხება ეს სტერილიზაცია, კასტრაცია რა გამონაკლისის გარდა. გამონაკლისი სიტყვასაც ვერ ამას არ გამოვიყენებდი, ორი სხვადასხვა მიმართულება არსებობს. ერთი ცხოველები, რომლებიც ექვემდებარებიან გამრავლებას, ანუ მიიღებენ გამრავლების სერტიფიკატს, ნებართვას, ანუ ეს ცხოველები არიან ჯანმრთელები, ეს ცხოველები არ არიან აგრესიულები და ამ ცხოველებს ყავთ წინაპრები იდენტიფიცირებული საკუთარ რაღაც დინასტიის ნუსხაში. ასეთ ცხოველები ექვემდებარებიან გამრავლებას, თუმცა იმისათვის რომ ისინი გამრავლდნენ უნდა შეჯვარდნენ ისეთ ცხოველთან, რომელიც ასევე აკმაყოფილებს იდეალურ შემთხვევაში ფელინოლოგი ან კინოლოგი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში და აუცილებელია დარეგისტრირდეს ნაყარიც. ანუ ამიერიდან ყველა ცხოველი რეგისტრირდება. ესე იგი, როდესაც ადამიანი მიდის შეჯვარებაზე, დართვაზე თავისი ცხოველის, რომელიც არის ნუსხიანი, რომელიც არის სუფთა ჯიშის, რომელიც არის ჯამთელი, ის გარკვეულწილად უნდა იყოს პასუხისმგებელი იმაზეც, რომ ამ ნაყარს დააბინავებს. კი, აბა სხვა შემთხვევაში, აი როგორ გესახებათ. ესე იგი, ეს იქნება კომერციული გარიგება თუ უბრალოდ გააჩუქებს, ამას არ აქვს მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ეს ცხოველი დაიბადა. და მას ჭირდება ამისთვის რამე დაჭირდება ამისთვის რამე დამატებითი ნებართვა, ხო? დასჭირდება ჯანმრთელობის ცნობა ვეტერინარისგან და დასჭირდება ლიცენზია იმ ჯიშის სპეციალური კინოლოგიური ჯგუფისგან და ასე შემდეგ. ჩემთვის ეს იმდენად არაორგანული და არასაჭირო ინფორმაციაა, რომ ნამდვილად ვერ დავაკვალიანებ შენს მაყურებელს, რომელი ჯიშის შემთხვევაში რომელ კინოლოგს მიმართოს, თუმცა არსებობს კლუბები სხვადასხვა ჯიშის, თუ არ არსებობს, აწი უნდა შეიქმნას, იმიტომ რომ კანონი ამას ავალდებულებს, რომ ლიცენზიები არსებობდეს და პირობითად მე თუ მყავს სახლში ძაღლი, პირობითად გერმანული ნაგაზი, მართლა არ აქვს მნიშვნელობა და საერთოდ არანაირი საბუთი ხელში არ მიჭირავს, მორჩა მე იმ ძაღლს ვერ გავამრავლებ. მოდი ახლა წავიდეთ ნელ-ნელა ბოლოსკენ, იმიტომ რომ ისედაც ბევრია და მენანება რომ ამოვჭრე რაღაცა. კი, მესმის. მაგრამ, ხო, ისე ნათიას თავისი პოდკასტი ჯერ არა ეკნება, გაცილებით უფრო ისეთი სამართლებრივი და საგანმანათლებლო. თუ ეს საკითხი კიდევ უფრო სიღრმისეულად დაგაინტერესებთ, ფორმულაზე იქნება, ხო? ეს იქნება YouTube ჩანელი, რომელიც ჩაიწერება დროებას სტუდიაში. ანუ დროება იქნება ტექნიკური უზრუნველყოფელი, მაგრამ YouTube-ზე გავაყოფს ჯერჯერობით ასე. მოკლედ, ამ ეს თემები თუ დაგაინტერესებთ, ნათიას არხზეც გადაგამისამართებთ. როდიდან იქნება? აი, პროცესში ვართ ვეცდებით რომ მალე. ხო, ეხლა მინდა ბოლოში, აი შეფასებითი ნაწილივით გავაკეთოთ. შენ რა გაკლია ამ კანონში, რაზეც შენ როგორც მე მივხვდი, ცოტა გული გაქვს დაწყვეტილი იმაზე, რომ ბოლომდე არ იყავი ჩართული ამ იმაზე და რაღაცები ახსენე რომ ისე არ მოხდა იმ ფორმით, რაც შენ ისურვებდი, ხო? აი, თავარი ნაკლი ამ კანონის რა არის და რა აკლია იმისთვის რომ იყოს სრულფასოვანი. ბევრი რამე აკლია, მართლაც. მაგრამ თავარს სამს გამოვყოფ. პირველი მიუსაფარი კომპანიონის ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაციას აქვს შესაბამისი სტრატეგია. მას ქვია CNVR მეთოდი. C collect, N nurture, ანუ სტერილიზაცია, collect ანუ შეგროვება, აყვანა, nurture სტერილიზაცია, V vaccinate, ანუ ვაქცინირება და R return, R დაბრუნება. ეს R აბსოლუტურად ამოღებულია კანონიდან. საერთოდ დაბრუნებაში რა იგულისხმება? დაბრუნებაში იგულისხმება, რომ მიუსაფარი კომპანიონის ცხოველი საიდანაც ავიყვანეთ, ზუსტად იმ ტერიტორიაზე უნდა დავაბრუნოთ. ეს არის მნიშვნელოვანი თვითონ სისტემისთვის. იმიტომ რომ მე თუ ავიყვანე პირობითად ცხოველი, ქედან რა ქვია, მოდით რა ძალიან ლოკალურად თქვა იპოდრომიდან ლილოს დასახლებაში არ უნდა გადავისროლო. ეს მოსახლეობისთვისაც პრობლემაა და ძაღლისთვისაც პრობლემაა და ეს რაღაცა კარუსელი, რასაც აკეთებს თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ძალიან ხშირად და რეგიონები საერთოდ ჯოჯოხეთს აკეთებენ ამ წუთას, მაგალითად დაწყებულია ეს პროცესი უკვე და უნდა ვთქვა აუცილებლად საჭრიანი, მიკედლებული, აცრილი ცხოველები, გასტერილებული ცხოველები ყავთ წაყვანილი
გაყრწნილი და გამქრალი და ეს ხდება თითქმის ყველა რეგიონში და თითქმის ყველა აქტივისტი ამაზე საუბრობს და შესაძლებელია რომ ამძაღლებს ხოცავენ ან შესაძლებელია რომ უბრალოდ იმდენად ქაოსში აკეთებენ ამას რომ საერთოდ არ იციან საიდან რა აყავთ და რაღაც ტყეებში ტოვებენ ან არ ვიცი იმიტომ რომ რა მნიშვნელობა აქვს თანხა აღებული აქვთ და რა მნიშვნელობა აქვს იმისთვის რომ აი ამაზე ჩვენ გქონოდა სამართლებრივი რეაგირება ამისთვის უნდა ყოფილიყო ეს რომელიც return ანუ ეს ნაწილი აუცილებლად კანონით გათვალისწინებული რომ დაბრუნებულიყო იმ არეალზე. ეს გათვალისწინებული იყო ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თბილისის დადგენილებაში, სანამ ეს კანონი შეიქმნებოდა, უბრალოდ არ სრულდებოდა, მაგრამ გათვალისწინებული მაინც იყო. ეხლა გათვალისწინებულიც არ არის. მეორე, ფაქტობრივად არც ერთ შემთხვევაში შემგროვებლობის გარდა შემგროვება არ ამახსნევინო და Google-ან პერ დიდი აი, როდესაც ადამიანი აგროვებს ცხოველებს ისე რომ ვერ ხვდება რომ ამით აშავებს და სახლში ყავს ძალიან ბევრი. ტერმინი არ არის. ხო, ისეთი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს შემგროვებლობის საქართველოში, ძალიან ბევრი და ვერაფერს ვერ ვშვებით ხოლმე. შემგროვებლობა კანონში ჩავწერეთ და აკრძალული გახდა და მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს სახელმწიფოს უფლება კონფისკაციის, ცხოველის კონფისკაციის. სხვა შემთხვევაში ცხოველის კონფისკაციის უფლება არ აქვს. სახელმწიფოსაც არის პრობლემა. იმიტომ რომ თუ ძაღლი არის სისტემატიურად და თუნდაც არასათანადო მოპყრობლის მსხვერპლი, ის ძაღლი უნდა ჩამოშორდეს პატრონს და უნდა მოხდეს მისი გადაჩუქება და რაღაცა ეს ამის ბირკეტი არ არსებობს. არის უბრალოდ ჯარიმა და თელ ცხოვრება შეგვიძლია აჯარიმო. მესამე რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია არის რომ ის სტანდარტები რომელიც უნდა დააკმაყოფილოს იქნება ეს თავშესაფარი თუ სხვა სასტუმრო თუ სხვა ესეთი მსგავსი სერვისები არის ძალიან საბაზისოდ და ძალიან ბუნდოვნად ჩამოწერილი, არ არის კონკრეტული და სტრუქტურიზებული და მე იმეც ვიტოვებ, რომ შეიქმნება იმეც ვიტოვებ. ჰაერში შეიქმნება კანონქვემდებარი აქტები, რომელიც ამას დაარეგულირებს, იმიტომ რომ დღეს კანონში არის ძალიან ზოგადად სხვადასხვა წესები და სტანდარტები და ძალიან მარტივად შეიძლება ამის თავის არიდება. ერთს კიდე პატარა დეტალს დავამატებ, რომ არ არის გათვალისწინებული ავტოფარეხებში და ამას ჩვენ ხაზს ვუსვამდით, ავტოფარეხებში, აივნებზე და სარდაფებში ცხოველების მუდმივად გამოკეტვა, ვთქვათ, გამოკეტვის აკრძალვა, რის გამოც მომმართავს მეც და ჩვენს ორგანიზაციასაც და სხვა ორგანიზაციებსაც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოსახლეობა რომ ძაღლი არის სულ აივანზე და რა გავაკეთოთ. დაბმა ჩავწერეთ, რომ მუდმივი დაბმა არის აკრძალული, თუმცა სანქცია ჯერჯერობით არ არის მითითებული და ველოდებით რომ ესეც სანქცია კიდე მოსაფიქრებელია. იმიტომ რომ ნუ აკრძალულია თუ დაბრეკე რა არის სანქცია, ხო? აი ეს პრობლემები არის. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ნათია ჩიქოვანი იყო ამ კანონზე სასაუბროთ როგორც უკვე გითხარით თავიდან ჩვენ წინაზე ვილაპარაკეთ კანონის რაობაზე და როგორ იმუშავებს ახლა ვილაპარაკეთ მიზნებზე თუ კიდე ახალი კითხვები გაჩნდება მე კიდე ვინმეს მოვძებნი მაგრამ ეს საკითხი გასავლელი და ამოსაწურია, იმიტომ რომ აი ცნობიერების ამაღლებაზე რომ ვილაპარაკეთ, ეს არის რა უნდა ვისაუბროთ, რა ასე მაღლდება ცნობიერება, საუბრით, მსჯელობით, არგუმენტების დაპირისპირებით და რაღაც სხვადასხვა აზრების მოსმენით. დიდი მადლობა ნათიას. მადლობა კომპეტენტოს სპონსორობისთვის, მადლობა რომ გვიყურეთ, არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ სუგობარის არხი, YouTube-ის არხი გამოიწერეთ, რაც მთავარია, იმიტომ რომ Facebook-ზე კიდევ მოვამრავლე ხალხი და YouTube-ი ცოტა დაიჩაგრა. და კომენტარებში დაწერეთ, ძალიან გთხოვთ, რა თემები გაინტერესებთ, რომ შემდეგი გადაცემები ამაზე მოვამზადო. აბა კარგად იყავით, დიდი მადლობა, ნახვამდის. მადლობა. მადლობა, შენ.